2023 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით გასული წლის სამ კვარტალში სექტორმა 608 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2022 წელს ეს თანხა 283 მილიონი იყო. შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის უმთავრეს მიზეზებს შორის მიგრაციული ეფექტი სახელდება. ქვეყანაში დროებით საცხოვრებლად ჩამოსული ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი სპეციალისტების საქმიანობა ამჟამად საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლება. თუმცა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზრდის მიზეზი გლობალურ ფაქტორებთან ერთად ლოკალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებებიც გახდა. ამას დაემატა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო კომპანიებს, ანუ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე შემოსავლები აქვთ, მათი შეღავათები უჩნდებათ, შესაბამისად გაჩნდა კიდევ უფრო მეტად ამიმართულებით, როგორც ადგილობრივი კომპანიები, რომელიც გლობალურ ბაზარზე დაიწყეს მიწოდება, ასე ვთქვათ, ჰუმანური ადამიანური კაპიტალის, ასევე შემოვიდნენ დიდი კომპანიები, ამიმართულებით, აუთსორსინგ კომპანიები, რომელსაც ასევე შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები. 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30600 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2022 წელს 39000-მდე, 2023 წლის მესამე კვარტალში კი 45500-მდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში გაორმაგდა შრომის ანაზღაურებაც. თუკი სექტორში 2021 წელს საშუალო ხელფასი 2000 იყო, 2023 წლის მესამე კვარტალში 4000 ლარს აჭარბებდა. გასულ 2023 წელს ქართულ ბაზარზე ამერიკული კომპანიების რაოდენობის ზრდისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესად აფასებს ლინიატის გენერალური დირექტორი. გიორგი ციკოლია ამბობს, რომ მზარდია სექტორში დასაქმების მსურველთა რაოდენობაც. ამ მიმართულებით კომპანია ინვესტიციის განხორციელებას 2024 წელსაც გააგრძელებს. საქართველოში მაქსიმალურად არის გაზრდილი ამერიკული კომპანიების რაოდენობა. და მგონი არის ხოლმე მისასალმებელია და მისასალმებელი არის ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ამ კომპანიებს საქართველოში შემოაქვთ. და შესაბამისად ხედავთ ამას, როგორ აისახება ციფრებზე, არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ ზოგადად ექსპორტის მოცულობაზე, რომელიც საქართველოდან IT მიმართულებით გადის. ფიქრობ, რომ ეს ციფრი იქნება მხოლოდ მზარდი. საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რა ეფექტი ექნება ამ ინდუსტრიის განვითარებას სხვა ინდუსტრიებზე. 30%-იანი ზრდით დაასრულა წელი კომპანია Make in Science Swift-მაც. Swift-ის აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გლობალურ ფაქტორებთან ერთად დარგის ზრდის მიზეზი სწორი საგადასახადო პოლიტიკა იყო. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და ქვეყანა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება. ეს ტენდენცია იზრდება, ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით, მინდა ვთქვა, რადგან უფრო მეტი ხიბლი ჩდება საქართველოს ბაზარზე შემოსვლის, ერთის მხრივ, როგორც აღნიშნე უკვე სწორი საგადასახადო პოლიტიკა, მეორეს მხრივ საქართველოს ბაზარი თვითონ უკვე გაჯერდა განათლების კუთხით და რაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა უკვე ამ მიმართულებით იწყებს სწავლას, ხდება ძლიერი სპეციალისტი და შესაბამისად მსოფლიოს ქვეყნის სხვადასხვა დიდი კომპანიები უკვე ინტერესდებიან ქართული მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენც ამას მაქსიმალურად ხელს უწყობთ. მომავალი ხედავთ, რომ უკვე რაღაც IT სექტორშია, განვითარება იქით მიდის, რომ პრაქტიკულად ეს სფერო ხდება ძალიან მომთხოვნადი, მიმზიდველი და მსოფლიო ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენცია შედება ამ მიმართულებით. გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილი მონაცემების უმთავრეს მიზეზად ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას ასახელებს Future Labor-ის აღმასრულებელი დირექტორი. ირაკლი ქაშიბაძე ფიქრობს, რომ მთავარი გამოწვევა კადრების განათლებას უკავშირდება. მომდევნო ეტაპზე კი ქვეყანა მათი გადამზადებისა და საკუთარი პროდუქტების შექმნაზე უნდა იზრუნოს. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა, როგორც არის EPAM და სხვა კომპანიები, მნიშვნელოვნად გაზარდა. ხარისხი ასევე მუშაობა, აქტიური მუშაობა ბანკების IT მიმართულებით, მუშაობა სტარტაპების ამ კუთხით და ყველაფერი ეს უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა IT კადრების ხარისხი. მაგრამ არის მეორე მხარე, რომ არა მხოლოდ უნდა ვიყოთ დასაქმებულები IT კუთხით, არამედ ჩვენ პროდუქტებსაც გვქნიდეთ. ამიტომ მოსალოდნელი არის, როგორც ეს მოხდა ისრაელში, ესტონეთში, ბევრი IT სპეციალისტი განახორციელებს საკუთარი სტარტაპის შექმნასაც. ინფორმაციისთვის 2023 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი 231 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მეორე კვარტალში 198 მილიონამდე, მესამე კვარტალში კი 178 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც თანხმედრაშია მიგრაციული ეკონომიკური ეფექტების თანდათანობით შემცირებასთან. კვარტალურ ჭრილში სექტორის ზომის კლების მიუხედავად, მთლიანობაში მისი ზომა და ფინანსური მაჩვენებლები რეკორდულად მასშტაბურია.